Მინები. Intros მუსიკა. What up? It's Beka. გამარჯობა ხალხო, როგორ ბრძანდებით? დაგიბრუნდით მომდევნო ვიდეოთი. წინაზე რატომღაც ჩემი შაურმის ჭამა ძალიან მოგეწონათ და რუბრიკას ვაგრძელებთ ჭამა და მიბების. დღეს გვექნება სერიაში, რა თქმა უნდა, თავისთავად ჯემალა, აგერ ყავს ჯემალა. KFC-ს ბარკლები, KFC-ს free 7-up-თან ერთად. მოდი ახლა დიეტაზე ვარ. დღესაც cheat day მაქვს და ხუაზე ხარ. ცოტა დავიკელი კიდე იმის მერე. რო არ გჯეროდათ. ვარ 77 კილოს. ასე რომ ახლა გადავხედავთ ჩვენი მიმერების ნამუშევრებს, იმედია მოგეწონებათ ეს ეპიზოდიც. მე მშია, ასე რომ დავიწყეთ. მოიმარჯვეთ თქვენს სასუსნავი, ერთად შევხედოთ მიმებს და ვჭამოთ. ჩვენი რიაზია, ხო? ბაზარი არა. სხვათა შორის ეს ბარკლები არის, დიახ, ფრთები არ შემიკვეთავს, იმიტომ რომ მე პატრაობა ძალიან ფრთები. KFC-ს ბარკლები ძალიან მომწონს. და ძალიან ბევრს არ მოსწონს რატომღაც. მართლა ვერ ხვდები რატო. მე ბარკლები მირჩენია. ფრის ბასკეტი მაგარი გამოგონებაა. Okay, let's go. 7 წლის ჯემლიკო, როდესაც გაიგო რომ საბაჟოზე ბაჟეს არ ამზადებენ. 7 წლის ასაკში სიტყვა საბაჟო რომ წოდნოდა, ხო, მეც იგივე რეაქცია მექნებოდა. მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 18 წლის ბიჭები. შალონა დათელაშვილის ქალიშვილი. რუსთავ, რეებს აკეთებ ჯემა, რატო ხტუნაო? აღარ გინდა ჩემთან ერთად? აჰა, თუ არ გინდა, ნუ გინდა, წადი აქედან. ხო, შალონა დათელაშვილის ქალიშვილიო აქ. ხო, ეს ბოლო პერიოდი ჯარის თემებზე ძალიან აფეთქდა ინტერნეტი და სავალდებულო ჯარის გაუქმებაზე და პროტესტები მიდის ძალიან დიდი. ზოგმა შეიძლება იცით, ზოგმა არ იცით, მაგრამ სავალდებულო ჯარის გამოცდილება მაქვს მეც. ერთი წელი მოვიხადე. ბარი მაქვე დავაფიქსირებ ჩემს აზრს ამ თემებთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ მე რო სავალდებულო ჯარში გამიწვეს, მაშინ ოჯახში არც თუ ისე კარგი სიტუაცია მქონდა, ფინანსურად ძალიან ცუდად ვიყავით, ასე ვთქვათ და ჩემს პირველ სამსახურში ვიყავი მაშინ, მუშაობდი ბინის ქირის გადასახდელად. ყველანაირად ჯანმრთელი გამოვდექი, ვარგისი ასე ვთქვათ და გამიწვიეს ჯარში. ის ერთი წელი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ძნელი ერთი წელი იყო, იმიტომ რომ თან მუშაობდი და თან ჯარში ვიყავი და რაღაც მიზეზების გამო გარკვეული თანხა ხელფასის ვერ ავიღე. იმის გამო რომ სამ დღეში ერთხელ 24 საათი ვიყავი ჯარში. ჯარი მომირჩა თუ არა, პრობლემი შემექნა სამსახურში და იძულებული გავხდი რომ წამოვსულიყავი ჩემით. მეც იმას ვფიქრობ, რომ დაძალებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ეს სამხედრო სამსახური, უნდა იყოს მაქსიმალურად მორგებული მოქალაქეზე და უნდა იყოს სწავლებები. არ უნდა იყოს მონური სამუშაო, არ უნდა იყოს სავალდებულო სამხედრო სამსახური უფასო მუშახელთან გაიგივებული. როგორც მინიმუმ ხელფასი უნდა ქონდეთ ბევრად მეტი. და იმაზე მეცინება კიდე, რომ ამბობენ, მე 65 ლარს მიხდიდნენ, რომ მე 25 ლარს მიხდიდნენ და მე 27 ლარს მიხდიდნენ, რომ 7 ლარზე და 40 თეთრზე ვმუშაობდი. მუშაობდი რა ჯარში ვიყავი, თვეში მერცხებოდა 7 ლარი და 40 თეთრი. ვიყავი თავდაცვაში. და ნუ ხო, ჩემი პოზიცია ის არის, რომ დაძალებითი არ უნდა იყოს და უნდა იყოს მაქსიმალურად მორგებული თვითონ ახალგაზრდებზე. იმიტომ რომ ბევრი მაგის გამო ოჯახს ვერ არჩენს და ბევრი მაგის გამო სამსახურს კარგავს. და ძალიან ბევრი მესმის, რომ ვისაც მართლა უნდა წასვლა ჯარში, ისინი არ მიყავთ. ეგრა ლოგიკაა ვერ გავიგე. დაჟე ძალიან ჯანმრთელ ხალხსაც. ხო, ნუ გადავუხვიეთ თემიდან, გავაგზავნოთ მიმები. აბა ფორესტიო. ვინ უტყავს ხალხს? ჩვენ იმას სამხელა სამფეხას? ხო. არა, სწორი. მოდი აქ დაგამშვიდო. არა, ვიცოდი, რაღაცა ეგეთი ვექნება და ვიცოდი. მე ვარ ძალიან ზრდილობიანი და ძალიან კეთილი ადამიანი, შესაბამისად ადვილად დავამშვიდებდი. როცა შევდივარ საპირფარეშოში და მოვიწყდება ტელეფონის შეტანა. ყველაფერს კითხულობ, რასაც კი ნახავ. ტუალეტის საწმენდის საშუალების ინსტრუქცია და ინგრედიენტები. ძალიან საინტერესო საკითხია. როცა ბებოს წერილი დაუწერი ამ დროს ბებიეჩები. რა ქნას ახალი ვერ ხედავს. აი შენ დაბერდები და მე ნახავ. კაი ქათამია ხო იცი? იმედი მაქვს ახლა თქვენც ესე გემრიელოთ მივირთვეთ როგორც მე. 5 წლის მე როდესაც გავიგე რომ კასპიის ზღვა ტბა არის. კასპიის ზღვა ტბა არის? და აქამდე არ უნდა გეთქვა? გოგოები პროფილებში და გოგოები რეალურად. Nice კატი. ტრანზიშენი იყო იმენა 10-დან 10, ბრავო. გაასწორა. ტრანზიშენი იყო იმენა 10-დან 10, ბრავო. გაასწორა. მართლა დიეტაზე ვარ ხალხო. მართლა. ოპა! აი ესეთი გემრიელი ფანარტია ზუსტად. ისე არ ვიცი სასტავ რატომ, მაგრამ ბავშვობიდან მიყვარს აი ეს ნაწილი.
ხრტილი არის თუ რა არის ძვლის ბოლოში რა გადამასადაც არის. ისე კარგად ჭიმა რა ვიცი. მაგ ბიჭო გემრიელია. თარბილია. ხრტილის დაბლარაცაა. მღრღნელი ვარ ჩვეულებრივი იმენა. მე ყოლაფრი ნაის. ფრიზან მაგარი გამოგონებაა. ყველა როცა ტელევიზორში კოცნაობა დაიწყო. არავის გაიზდები და პრობლემა არ იქნება. როცა დაბადების დღეზე ტელეფონი გაჩუქეს, მაგრამ iPhone-ი აღმოჩნდა. ძირს iPhone-ი! Android forever. Samsung-ი. Nice. რატო გამოგდით ესეთი გემრიელი ქათამი? აი ძალიან დიდი ბოდიში ვისაც გშიათ, მაგრამ მეც მაგრამშია. დააპაუზე ვიდეო, წადი სამზარეულოში მოიტანე საჭმელი დაჯექი ჭამე, ისე რომ არ დაყარო და კომპიუტერის კლავიატურაში არ ჩაგეყაროს მან დამცეცები. თორე გეჭუბებიან. პირადი გამოცდილებიდან გეუნები. ხრუმა გაბარი ყავს აქ. არ ვიცი ეგრე. ნუ მეღადაებით. Hello. რას ხედავს ხალხი? Hello. Hello. What? Hello. არა კი გავს რაღაც პონჩი. Same energy ძმაო, same energy. პიოვი ფიგი მოკვდა ამ დროს ბექა და ხალხი. ძალიან გულის ამაჭოყებელი მომენტი იყო დამეთანხმებით. არასწორი როგორ მოკლა ფიგი. მაგრამ ბოლოს ხო დავამარცხეთ მაინც რან როკი. ბექა ჰოგვორტს ლეგასიში. ამადა კედავრა კურვა. გაკანებული პოლონელი. კაი იყო. Nice, გასწო. როგორი ენთუზიაზმით ისროდა. აი, ბეკა და ზღაპუნა. ის ქალია ხო? საღოლ. მართლა საღოლ. მესი და მისი ოჯახი გორში შენიშნესო. ჰეითერები იტყვიან ფოტოშოპიაო. რა თქმა უნდა, ტექნიკურად ჩართო ჰოგვორტს ლეგასი და უყურა. შვენერი გადაწყვეტილება მინდა გითხრა. გეუნებით გემრიელი საჭმელი და სლენდერას ვიდეოები. ბედნიერების ელექსირი. პიოვი დედაჩემმა მითხრა სვარკაა და არ შეხედო ამ დროს მე ბაზარი არა. პირველად მითხრეს თუ არა რომ არ შეიძლება რომ უყურო სვარკასო, შედუღებასო. მეთქი ჰა, რას არ უყურო? და მე ერთი კვირა თვალები მткиოდა. შოთა, მე და შენ რავას უჭამთ რომ მეჭითებიტო? პუკან ფოტოშოპია, მე მეგონა რომ მართლა ეთო შოთას ეგეთი რაღაცა. უეჭველი აქაც ნაპალეონს ჭამს. აი ტარა. What? დავაი სლენდერ რაღაცეკოს. გამარჯობათ მანქანას კიდევ ყიდით? კი, შეგიძლიათ ფოტო რომ ჩამიგდოთ. მანქანის. ჰარი პოტერი? არა, სლენდერ დე მორტი. The boy who lived has come to die. What? Lava განემიქსია. აუ ეხა მეკვიატება რა გინდოდა? Nice pity იმენა, საღოლ. სხვანების მირი საჭმელი, შემწვარი კარტოფილით ყემალში. Nice. აუ ცოტა შაურმა არა უშავს. ეგეთი მსუკანი მე არ გავხდები სასტავ. თან ეხა რა ამ ხელა წვერი მაქვს და მაინც დავიპატარავდა უკვე ლოყები. მივდივარ მინუსებში ტონაში. თქვენ ეს კინო გატყუებთ ეხა ყოველ ვიდეოში რო ვჭამ. ყველაფერი გზია. სვამ ჩაი სანარეკლი ჭიქაში. აი საიდან გაფიქრდებათ ესეთები? წავალ YouTube-ზე რამის უყურებ თავს გავერთობ რომ საჭმელი არ მომინდეს. ასევე ვიდეო YouTube-ზე. საჭმელს ახსენებ თუ არა ეგრევე YouTube-ზე ალგორითმა იცის. ისმენს. და ეგრევე ამოგიგებ ჩემს ვიდეოს თუ როგორ ვიღერძავ KFC-ს ქათამს. თინკლა, გადი. ჩემია, გადი. ჩემი ქათამია. არასწორი წერი. ხმები მას 100%-ით. ახლა ისეთ მაგარ პონჩი ვარ ყველაფერში დაგეთახმებით. არა, თქვენი გამოსწორება არ იქნება, всё, აღარაფერი გეშველებათ. კი რაღაცელი კათამი გაწამოვიდა. თუ კაცრავად. ასეთი ხმით არ დამიცემელი ბეცხოვრებაში უბრალოდ შევიკავებ, რომ არ აღმოჩენილი იყოს ჩემ ეკრანზე. არა, ვინ საერთოდ? შოთა ნაპალეონი. ბაზარია რა. მაინც გამოასხავუყინდა რა, როგორ არ მევასება ეს მომენტი. რა თქმა უნდა. დაიღეჭა ეს მიმი, გეყოფათ. ეს არის ბედნიერება ჩემო კარგი. ამას ვქებ ბედნიერება.
რომელიც ადრე თუ გიან ყველას გეწევათ. ძალიან ბედნიერი ვარ ახლა. ანუ თუ ამითი დასრულდა და თუ ამითი გავედით ბოლოში. ვისაც მოგშივდათ ჩემი ვიდეოს გამო დიდი ბოდიშით, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა როგორ გემრიელად შეჭამთ საჭმელს. დიდი მადლობა ყველას, ვინც დაპოსტეთ მიმები. შეგახსენებთ რომ ჩვენი Facebook-ის ლინკი აღწერაში შეგიძლიათ იქ დაპოსტოთ თქვენი მიმები და თუ გაგიმართლათ დადასტურება და მოხდება ვიდეოში. ახლა მე დავაყომბარე ყველაფერს რაც დამრჩა. ასე შეგერგოთ ყველაფერი რა მოკლედ. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, გამოიწვიეთ არხი თუ ახალი ბრძანდებით, დაალაიქეთ და აკომენტარეთ, დისლაიქი დატოვეთ, მე კიდე ნახოთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. და